ძალიან ბევრი მცდარი ინფორმაცია არსებობს ემიგრაციასთან დაკავშირებით ასტროლოგიაში, როგორც მე ხედავ. ძალიან ბევრს გონია, რომ რუკაში ჩანს კონკრეტული ქვეყანა, სადაც იქნება კარგი ემიგრირება, რაც არის არასწორი, არ ჩანს ესეთი კონკრეტული ქვეყანა ნატალურ რუკაში. ამას ხშირ შემთხვევაში ასტროლოგები ამბობენ ხოლმე ან ასტრომოყვარულები, იქიდან გამომდინარე თუ რომელ ნიშანზე არის საუბარი, ან ყოველ ნიშანში შეესაბამება კონკრეტული ქვეყანა. თუმცა ეს არის ძალიან მარტივი კლასიფიკაცია, ამაზე დაყრდნობა არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება. ეს არის ძალიან პრიმიტიული, ესე ვთქვათ, კლასიფიკაცია. და ის რომ მაგალითად მე-9-ში ან მე-12-ში მყავს რაღაც კონკრეტული ნიშანი, არ ნიშნავს, რომ ამ ნიშნის შესაბამისი ქვეყანა ჩემთვის იქნება საცხოვრებლად იდეალური. არც ერთ შემთხვევაში ეს ამას არ ნიშნავს. ჯერ ნატალურ რუკაში უნდა ჩანდეს, რომ რამდენად შესაძლებელია ემიგრაცია, რამდენად ეს არის ადამიანისთვის საჭირო, რამდენად ეს არის შესაძლებელი, ემიგრაციის შესაძლებლობა თუ რუკაში არ არის, ხშირ შემთხვევაში ამ ადამიანს არ სჭირდება ემიგრაცია. ხანდახან არის ისე, რომ ემიგრაცია არის საშიში ადამიანისთვის და ეს ჩანს რუკაში. ხანდახან ჩანს, რომ აუცილებელი არის ემიგრაცია, ანუ სხვადასხვა რუკაში სხვადასხვა მაჩვენებლებია. განსაზღვრა სჭირდება პრიორიტეტს კონკრეტულად რის გამო მიდიხარ, იმიტომ რომ როდესაც ლოკალური რუკა ანუ ნატალური რუკა გეცვლება და ემატება შენს რუკას ლოკალური რუკა, რუკა იცვლება. შესაბამისად, შენ გეცვლება ყველაფერი და ეს ბავშვების რუკაში უფრო კარგად ჩანს, როდესაც პატარა ბავშვი იცვლის ქვეყანას და ეცვლება ასცენდენტის ნიშანი, ეცვლება მთლიანად ქცევები. იცვლება ადამიანი, თითქოს სულ სხვა ადამიანი არის. ზრდასრულობის შემთხვევაში ეს იმდენად შესამჩნევი არ არის, იმიტომ რომ ადამიანი იქ უკვე ჩამოყალიბებულია იმ კონკრეტული ადგილის შესაბამისად და იცვლება, მაგრამ იცვლება შედარებით ნელა და შეუმჩნევლად. იქიდან გამომდინარე, რომ რუკა იცვლება, შესაძლებლობები იცვლება. ანუ იცვლება წარმატებული პროფესიების სია, იცვლება საფრთხის დონე, იცვლება ჯანმრთელობის მდგომარეობა, გარემოდან გამომდინარე, იქიდან გამომდინარე, რომ გარემო შეიცვალა. უნდა ინახოს ემიგრაციის მიმართულება. ამ ადამიანისთვის კარგი იქნება ევროპა, აზია, ამერიკა თუ ასე შემდეგ. თუ ჩემთვის პრიორიტეტულია ფინანსები, მე უნდა ვიპოვო ადგილი, სადაც ფინანსები იქნება ჩემთვის პრიორიტეტი, სადაც რუკაში იქნება უფრო მეტი შესაძლებლობები ფინანსების მიმართულებით. ან თუ ჩემთვის ჯანმრთელობა არის პრიორიტეტული, ვეძებ ქვეყანას, სადაც იქნება ჩემთვის ჯანმრთელობა პრიორიტეტული. აქედან გარდა ამისა, მხოლოდ ქვეყანა არ არის საკმარისი, იქიდან გამომდინარე, რომ იცვლება რუკა ქალაქების მიხედვითაც. ყოველთვის საჭირო არის, რომ კონკრეტულ ქვეყანას როდესაც ვიპოვოთ კონკრეტული ქალაქი, იმიტომ რომ თუნდაც გერმანიაში, სხვადასხვა ქალაქებში სხვადასხვა შესაძლებლობები გაქვთ. როდესაც გაემგზავრებით სხვა ქვეყანაში და შეარჩევთ უკვე ქალაქს და გაემგზავრებით, იქ მომდევნო 1 წელი მაინც, მომდევნო 3 თვე მაინც უნდა იყოს თქვენთვის წარმატებული კონკრეტულად იმ ტერიტორიაზე, რომ თქვენ შეძლოთ თუნდაც სამსახურის პოვნა, თუნდაც მკურნალობა, ნუ რა მიზნითაც მიდიხართ. როდესაც უმჯობესდება ერთი სფერო, ყოველთვის უარესდება მეორე სფერო. ამიტომ, როდესაც საუბარია ემიგრაციაზე, ძალიან ფრთხილად არის ეს ყველაფერი.